გამარჯობა, მე ვარ ანანო. გამარჯობა, მე მცავარ. რამდენი წლის არის ვოლტი საქართველოში? 6. პარტნიორი კურიერის შემოსავლის რეკორდი რამდენი? 10,000 ლარი დაახლოებით თვეში. ყველაზე უცნაური რა გამოვიძახეთ? ეხლა რაც მახსენდება პირველი, უცნაური გამოძახება იყო ცოცხი და აქანდაზე და ფრჩხილების მომლის ნაკრები. ყველაზე უცნაური რა დახმარებით თქონა ჰქონიათ საფუძვლად? მომხმარებელმა გთხოვა რომ მხოლოდ იმიტომ ისარგებლა ჩვენი სერვისით, რომ ჩვენი პარტნიორი კურიერი, როდესაც მიერთმა უნდა შეკვეთას, დახმარებოდა კალის მოგერიებაში, რომელიც სახში ყავდა და ეშინოდა. ერთი წინადადებით შეგვიძლია მითხრა, რატომ უნდა აურჩიო ვოლტი, როცა მომხმარებელი? ხარისხი, სისწრაფე და მრავალფეროვანი არჩევანი. ერთი წინადადებით მითხარი, მაშინ რატომ უნდა აურჩიოთ ვოლტი, როგორც ბიზნესმა? იმიტომ რომ ვოლტი გარანტირებულად ეხმარება ბიზნეს ზრდაში. რატომ უნდა აურჩიო ვოლტი? იმ შემთხვევაში თუ ვარ პარტნიორი კურიერი. მოქნილი სამუშაო გრაფიკი და კონკურენტული ანაზღაურება. დავიწყეთ? ვოლტი კიდევ ერთ წარმატებულ წელს აჯამებს დღეს ბრენდის ხმაში. სწორედ ამ ევროპულ კომპანიაზე მოგიყვებით, რომელმაც ევროკავშირის გარეთ გაფართოება სწორედ საქართველოში დაიწყო. როგორ მოახერხა ამ კომპანიამ, რომ მომხმარებლის თავში, გონებაში დაფორმირდეს ისე, რომ როდესაც delivery სერვისი გვინდა, პირველი გაგვახსენდეს ვოლტი. რატომ, როგორ, რისთვის, რანაირად ამ კითხვებზე პასუხებს მოისმენთ დღევანდელ ბრენდის ხმაში. თუმცა ვოლტი გლობალური ბრენდი იყო, როცა საქართველოს შემოვიდა, მაგრამ ადგილობრივ ბაზარზე ბრენდად ფორმირებისთვის საკმაოდ ისეთი გზა გაიარა, რთული. რა ეტაპები გაიარეთ, რომ ჩამოყალიბებულიყავით ბრენდი, ოღონდ საქართველოში? ჩვენ დაგვჭირდა რამდენიმე თვე იმისათვის, რომ გაგვემართა ოპერაციები და გაგვეფართოვებინა ბიზნესის მოქმედების არეალი. დასაწყისში ამ პროცესს ართულებდა ის ფაქტორი, რომ ბიზნესის პარტნიორი ბიზნესების არჩევანი იყო საკმაოდ მწირი. და ვერ ვთავაზობთ მომხმარებლებს მრავალფეროვნებას ჩვენს პლატფორმაზე. შემდგომში გამოვიარეთ პანდემიის პერიოდი, როდესაც ძალიან მოკლე დროში დაგვჭირდა ბიზნესის მასშტაბების ზრდა და ეს ნამდვილად არ იყო მარტივი პროცესი. თუმცა მალევე შევძალით ადაპტაცია ახალ რეალობასთან, საკმაოდ მოქნილი პროცესებისა და ამბიციური გუნდის წყალობით. საქართველოს 9 ქალაქში ვოპერირებთ, 600-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს და ძალიან მზარდია კომპანია წლიდან წლამდე. ასევე მინდა აღნიშნო, რომ პანდემიის პირობებში დავიმატეთ ახალი ბიზნეს მიმართულება, retail ბიზნეს მიმართულება, რომელიც დღეისათვის ვოლტის 25 ქვეყანაში ყველაზე დიდი, მზარდი და წარმატებული სწორედ საქართველოშია. ვაკაციანი გუნდით დაწყებული საქმიანობა და დღეს ამოხში უკვე 400 ადამიანი იმუშაობს. ზოგადად ვოლტი საქართველოში 600 თანამშრომელს აერთიანებს. ზოგადად ვოლტერები კი გაცილებით მეტნი არიან. პრინციპში მეტნი ვართ. 7000-მდე პარტნიორი კურიერი და 3000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი. ვოლტი ბევრი ჩვენი თანამშრომლისთვის პირველი სამსახურია, სადაც მათ ეძლევათ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მოქნილ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოში. არ მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად ვოლტის 25-ვე ქვეყანაში. კომპანიის სწრაფი ზრდიდან გამომდინარე, ჩვენთან მუდმივად ჩნდება ახალი პოზიციები და ვაკანსიები თანამშრომელთა წინსვლისთვის. განვითარების რა საშუალებებია ვოლტში? გლობალური მასშტაბებიდან გამომდინარე, როგორც უკვე ვახსენე, ჩვენთან მუდმივად იქმნება ახალი შესაძლებლობები, არ მხოლოდ საქართველოში და საქართველოში არსებულ პოზიციებზე, არამედ გლობალურ პოზიციებზე. გარკვეულწილად ეს არის ექსპორტი ჩვენი ინტელექტუალური რესურსის, ხო? რეალურად ვოლტის მუშაობა ამ შემთხვევაში საქართველოში. დიახ, ეს არის ექსპორტიც და თანამშრომლების განვითარების შესაძლებლობაც. ჩვენ არ ვართ ქვეყანა, სადაც ვოლტი მხოლოდ delivery სერვისს ავითარებს. ჩვენ ვართ ქვეყანა, საიდანაც ვოლტი ხარდაჭერის სერვისს ევროპულ ქვეყნებს აწვდის. რომელი ქვეყნებია ამ ჩამონათვალში რა ტიპის სერვისი გაგვაქვს ექსპორტზე? ამ კითხვაზე პასუხს რამდენიმე წამში მივიღებთ.
საქართველოს საფორტის გუნდი შედგება 400-ზე მეტი ადამიანისგან. გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება. ერთი არის ვოლტის საქართველოს მხარდაჭერის გუნდი, რომელიც ქართულ მომხმარებლებს, პარტნიორ ობიექტებს და პარტნიორ კურიერებს ემსახურება და გვაქვს ევროპული მხარდაჭერის გუნდი, რომელიც ვოლტის 10 სხვადასხვა ქვეყანას ევროპაში ემსახურება. ეს ქვეყნებია ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, გერმანია, მალტა, კვიპროსი და სკანდინავიის, ნორვეგია, ფინეთი, დანია და შვედეთი. ანუ ყველა ვოლტერს ამათ ქვეყანაში აერთიანებს საქართველოს მხარდაჭერის გუნდი, ხო, ესე გავიგე? კი, ასეა ზუსტად. როგორ მუშაობს ქართული საპორტის გუნდი? ანუ თქვენ რა ტიპის ფიდბექს იღებთ მომხმარებლებისგანაც და კომპანიისგანაც? სიმართლე რომ გითხრათ, მთლიანი მარკეტი რა თქმა უნდა არ მოგვაქვს და ადგილზეც მუშაობენ თანამშრომლები. ანუ შვედეთში შვედური გუნდის მუშაობს და ძირითადად როგორც წესი მათსავით ან მათზე უკეთესად მუშაობთ. არ მორჩი? მოკლედ, ბრენდად ფორმირების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ თავად როგორ ფორმირდებით მომხმარებლების გონებაში, მათ აზროვნებაში. მაგრამ მომხმარებლის გონებამდე და აზროვნებამდე გზა გადის ჩვენს თანამშრომლებზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია როგორ აღიქვამენ თანამშრომლები ბრენდის ღირებულებებს, რომელსაც შემდეგ ავრცელებენ ცხადია მომხმარებლებში. ამას მოვიკითხავთ, რა თქმა უნდა, ვოლტშიც. ეს კი ერთ-ერთი სივრცეა, რომელიც თანამშრომლებს დღის განმავლობაში განტვირთვაში ეხმარება. ორი წნული. მომხმარებლების კმაყოფილების დონეს ზომავთ იდეალურად. როგორ ზომავთ თანამშრომლების კმაყოფილების დონეს? თანამშრომელთა კმაყოფილება პირდაპირ კავშირშია მომხმარებელთა კმაყოფილებასთან, რადგან ზუსტად მათ აქვთ ყოველდღიური ინტერაქცია მომხმარებლებთან და თანამშრომლების განწყობა, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია მომხმარებელთა ბედნიერებასთან. აქედან გამომდინარე, მუდმივად ვზომავთ თანამშრომლების ჩართულობას და კმაყოფილებას შესაბამისი პლატფორმისა და სხვადასხვა კითხვარის მეშვეობით. ანუ იდეაში მომხმარებლების კმაყოფილებაც ინდიკატორია, ხო ერთ-ერთი. როცა ამას უყურებთ, ხვდებით, რომ თანამშრომლების ნაწილშიც ყველაფერი კარგად მიდის. ნამდვილად ასეა. ზოგადად კომპანიაში ძალიან ძლიერი უკავშირის კულტურა გვაქვს. თანამშრომლების უკავშირი, მათი შეფასებები და ეს ჩართულობის მაჩვენებელი გვეხმარება დავინახოთ თანამშრომლების საჭიროებები და შესაბამისად ვიმოქმედოთ პროაქტიულად, რომ შევქმნათ უკეთესი სამუშაო პირობები და გარემო.